ოპა, ჯიბება გახეული. ხა ეს თვით ჩამივარდა, სადაც მე მგონია. ოპა. შეპატარა არა. დასამაგრებელია ძმას. მინა ეხა დავინახე. ჩემი გოია. ძო, კორესპონდენტი ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მის წამყვანი ლეონი ვარ. მოდი პირდაპირ გეტყვით, ბავშვობაში მოსმენის კულტურა მქონდა 100-დან ალბათ 4. ნუ კაი 3. მაგრამ მქონდა თანამდებობისთვის შეუფერებელი. მაგია. გარეთ წვიმა მიყვარს. როცა მარტო ვარ და უცნებობ. ხო, ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, მოსმენის კულტურა როგორი ძვირფასი თვისებაა, რომელიც მე ნამდვილად არ მქონდა და რო გითხრათ რომ ეხლა მაგ ვთქო, კი, უკეთესობა არის, ადამიანის მოსმენა შემიძლია, მაგრამ ბიჭო, როგორი ტიპი ვარ, იცი, აი შენსაც რო ამბობ შენ და მე რომ ხელზე გააღო. ეს ძორტურებს თუ ბანძი დათქმებით ისე ნარგლოსებ, ანუ წვიმა მოდის და ერთმა ტიპმა იმ ხელზე გააღო პირი, ოჯახ. აია, მადლობა რომ გადამატაინა ყურადღება. მოსმენის კულტურა მაქვს, მაგრამ ისე დონეზე არა, რომ ღირდეს საბლაკავად. პატარა რო ვიყავი და ახლა სკოლის პერიოდში, სამეგობროს თემებში რო გავერიე და რაღაც ქალაქი რო შევიცვალე და ასე შემდეგ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ მოსმენის კულტურა მქონდა 0. ბიჭო, რაღაც შენიშვნებიც მოუწიათ, რომ ბიჭო მომისმინე ყველაზე ხრან, ვინმე რამე კითხა, საუბარი რო დაიწყო, ამ შემთხვევაში ჯიგრულად, მეგობრულად, აი ძალიან აზრზე მოსულად, ისე არა აგრესიულად. ამოფიქრა მაგან რა, თავიდან ვერ ხვდებოდი მეთქი რომ რა უნდა. მე მივხვდი რომ თურმე სწორს მეუბნება რა. ის მომენტი არ მქონია რომ მოდი ხა აი მე უნდა ვთქვა ჩემი და შენი არ მაინტერესებს. არა, უბრალოდ ვერ ხვდებოდი რომ სხვასაც უნდა დავაცადო ლაპარაკი. მე ის კატეგორია ვარ, აი ხაცას რო ამბობ და მე რო ვამთავრებ რა შენ ნათქვამს, ანუ მინაპრიში გიხდები რა. ხო და ეგ ბიჭო წა ისეთია რა, უზდელობა ქვია მაგას და ბავშვობაში მაგას ვერ ხვდები. დიდობაშიც ეხა რამდენჯერმე ანუ დედასპიცა ვარ, აი ძალით მეთქი მოусმინე, ანუ არ მსიამოვნებდა რა. აი მოსმენა არ ვიცოდი ჩემი რაღაცის თქმა რა და რაც უნდა კარგი ილაპარაკო. ბიჭო, თუ ადამიანს არ მოусმენ, გაგანებებს თავს რა და სტორია. უზდელობაცა და უზდელობაც. მე დავფიქრდი რომ აბა ერთი მოусმინო, მეთი რა ხილია ვაფშე. არავის არ უთქვამს რომ მოსმენის კულტურა არ გაქვს, მაგრამ შენ რა გაატრაკეო უთქვამთ რა და ბიჭო მართლებიც იყვნენ რა, ანუ მინა მეგობრები, ჯიგრები. აგიტომ ევასება რომ პირში გეუბნება რომ რაღაცა არ მოწონს რა. გეუბნება რომ ეს რა არამს რასტორად აკეთებ რა. მე რო დავფიქრდი და მომენტებში აბა მოდი გაჩვენდი და აი ჩემი უნდა მეთქვა დიალოგში და მოდი აბა გაჩვენდი. სად ვიყავი? ლაპარაკობდა ადამიანი, მეთქი აი ხო ვიცი, მაგრამ გულში ვიმეორებდი, აი ხო და მეთქი ხმა რა მოიღო 10 ადამიანს ლაპარაკი. 10-დან 9 ისეთი თქვა, რომელიც ვიცოდი. მაგრამ მე 10 ისეთი თქვა, რომ არ ვიცოდი. მე მივხვდი მოსმენის კულტურის მნიშვნელობას. იქამდე რო არ იცი, არც უნდა მოусმინო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოსმენა კაია, ანუ დაიცოდე რატო არის კაი მოსმენა. და მოდ მივხვდი, რომ თუ მე რამდენს ვკარგავ, როცა ადამიანს არ უსმენ, სულ რო აი ენა რო გიქავებოდეს და გიკანკალებდეს, ბიჭო გაჩვენდი და აცადე სხვასაც აქვს სათქმელი რა. ბაზარი არა შენი თქვი, გამოხატე, მაგრამ სხვასაც დააცადე ილაპარაკოს რა, იმიტომ რომ შენ რო გონია ყველაფერი იცი, ამ დროს არ იცი. მე აზრით ეგ ადამიანები მაგას ვაკეთებთ ინერტულად, ხა მე ჩვევაში მქონდა რომ ანუ რაღაცას ეთყოდი, მაგალითად რო ამბობ, ბიჭო, გადავდგი მაგით და ან დას მე ვამბობდი. იმ დროს ავაშინე სასახლე, ანუ ხლეს მე ვამბობდი. სასახლე ტონა აშინა არ ვიცი, მაგრამ ჯანდაბას. შევხედე ჩემ დროს მეორე მხრიდან, გამიტყდა რა, მეთქი აუზდელი ვარ. მეთქი არ მინდა ეგეთი ვიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენჯერაც ვცდილობდი რომ გავჩუმებულიყავი, იმდენჯერ თუ არა, ანუ 10 შემთხვევიდან 7-8 შემთხვევაში ვიგებდი რაღაც ახალს. და მივხვდი რომ ბიჭო აქამდე სად ვიყავი? ბაზარი რა მე ვითარდები ჩემი სიახლეები მაქვს, მაგრამ ბიჭო სხვა ადამიანი სხვა გზას გადის რა და უნდა დააცადო იმანაც გითხრას თავის. როცა მაგას ისწავლი, მე ხვდები რომ რა კარგია ცხოვრება. როგორი რაღაც დავამოღამე, იცი? რაც უფრო მეჯერ უსმენდი, უფრო მეტად ვიგებდი ახალს და უფრო მეტად ვწმუნდებოდი რომ მოსმენა კარგი რამეა და უფრო მეტად მიმარტივდებოდა მოსმენა. მოსმენის კულტურა 3-დან ავიდა 13-ზე. მე 33-ზე, 53-ზე. ანუ ეხა შემიძლია ვთქვა რომ 100-დან 70 მაქვს ალბათ მოსმენის კულტურა. და ვცდილობ რომ კიდევ მეტად გავაზარდო, 80-90 უნდა მივცე. და თუ ისეთ ადამიანს უსმენ რომ 10-დან არაფერს არ ამბობს საინტერესოს, ხო ეგ სხვა არის, მაშინ ურთიერთობა რატო გაქვს. მეორე შეიძლება რაღაც არ თქვას ისეთი ღირებული, მაგრამ შეიძლება დახარჯვა უნდა ადამიანს და უნდა მის საშუალება რა. ეგ აშენი გვერდში დგომა იმ მომენტში. მოსმენის კულტურა არის ყველაზე ძერსკი თვისება ერთ-ერთი. რომელიც გჭირდება რომ გამithარდე. ინახავს ადამიანები ცხოვრებაში, რომლებიც რაღაც დონეზე გამithარდნენ და მე დავაპაუზეს. და რატო? სადამდე შეძლეს მარტო გაწიეს ეს ჭაპანი
მაგრამ იმის იქით უკვე მეგობრები გჭირდება, ადამიანები გჭირდება, რომლებიც კიპურს დაგარტყავენ და გეტყვია რომ აი ბიჭო მოდი აბა ესე გააკეთე რა. ეხლა ნახე როგორი მომენტია, ვიღაცა გნიდა რომ ყოფილიყო და ეთქვა რომ აი შენ ბიჭო რა უძდელი ხარ, ან ადამიანს ვაფშე არ უსმენ და იქ რაღაც ეთქვა, შეიძლება სტრესი ამეკიდა და მეთქი ამის დედას რა ვაფშე რაღაც არ მოусმენ. მაგრამ ისეთმა ადამიანებმა მითხრეს ეს, რომლებიც ჩემთვის ახლო იყვნენ, მეგობრობდი, მათ მორალში დარწმუნებული ვიყავი და ბიჭო ეს ჩამოყალიბებული ტიპი, რომელსაც მე ესე უყურებ, ამას რომ მეუბნება, ესე იგი შეიძლება მართალია რა. ჩვენი დავფიქრდი, იმ მომენტში ვერ მივხვდი, მაგრამ წლები გავიდა და ოკეი, ეს ტიპი სწორია. და ჩემგონებაში დაიხატა ესეთი რამე, რომ ესეთი ტიპები მინდა მე გარშემო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი მომცა მოსმენის კულტურა. მომენტში შეიძლება ესეთმა ადამიანმა კითხა შენიშნა, რომელსაც არ ეკუთვნის, მაგრამ მაგასაც ვეკითხები, რა იქნება რაღაცა ახალი გამოვტყუო. ურთიერთობაც ეგ არის. მე ვაკვირდები ადამიანებს და რაღაცა ნაწილმა საერთოდ არის მოსმენა. ის მეუბნება, რომ აი წავედით და მწვადი შევწვით და ეს გავაკეთეთ. მე მეუბნები რომ იმ დღეს ძალიან დაღლილი ვიყავი და დავისვენე და ეს მეუბნება რომ ჭიქას ვაკეთებ რაღაც, ანუ ვაფშე რა ხდება? ეგ კომუნიკაცია არ არის, ეგ არის დავიხარჯე და გავიქეცი. კომუნიკაციას სჭირდება სწავლა. და რო ისწავლო, უნდა იცოდე რამდენი თქვა და რამდენი მიიღო. ანუ საუბარი არ არის 5 თქვი და 5 მიიღე, ეს დებილობაა, რობოტობა. აი ორი მომენტი რა. ადამიანი რომელიც არ უსმენს და თავისას ერეკება და კაროჩე ბოლოს თავს გაგაგნებებენ, გაატრაკა საქმეო. არის მეორე ადამიანი, რომელიც აი უსმენს და თავის ინიციატივას არ იჩენს, ეგეც არ მომწონს. არის მესამე ვარიანტი, რომელიც ძალიან კაი ვარიანტი მგონია და ამაზე მე იმუშავა ადამიანი ვარ, რომ შენი გაცემაც უნდა შეგეძლოს და რაღაცის მიიღებაც. რო შეამჩნიო რომ რაღაც დონით ისაუბრებს, სხვასაც უნდა დააცადო, ან რო შეამჩნიო სხვა საკაიფოდ ლაპარაკობს, კაი ხანია უკვე. შენიც უნდა ჩართო რა, რომ არ მოგმესდეს არჩევი. ერთმანეთს მოусმინოთ რა. ეხლა არის მომენტი რომ სხვა საქმელი და ის გებაზრება, ცალმხრივი თემები, მაგრამ ნეიტრალურ მომენტში ერთმანეთს უნდა ვკითხოთ რა. ანუ ეხლა ის გამახსენდა ისევ რა, ანუ ვინმე რა მეკითხავ? ანუ ჩემოჩი ვიწყებდი ლაპარაკს, რომ კი ბიჭობა რაღაცა. რატო ვაკეთებდი მაგას? მე რომ დავფიქრდი, პასუხი დავეცი. ბევრი რამე დამილაგა მე მაგამ პიროვნულად, რომ რატო ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი. ყველა დეტალზე საუბარი არ არის საჭირო. ადამიანი რო ყავს გვერდზე, რომელიც გეუბნება, რომ მოდი აბა ეს გამოსწორე, ძალიან მაგარი რამეა. ჩვენ ერთმანეთში ვამჩნევთ ბევრ რამეს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მოსმენის კულტურა მაქვს და ეს არის ჩემი მეგობრების დამსახურება, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიფეს და ეს პირში მითხრეს. შევკრათ, ახარ გავაგრძელებებს, მოსმენის კულტურა როცა არ გაქვს, ადამიანებს თავს აბეზრებ და ბოლოს მიდიან. მეორე თემა ის არის, რომ როცა მოსმენის კულტურა გაქვს, ბიჭო, სხვასაც აქვს სურვილი შენთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ასწორებს რა ადამიანი რო გისმენს. თუმცა ამოდროულად შენი თქმაც უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყოს ის ტიპი, რომ აი ხა მე უსმენ, აბა რა მითხრა ეგეთი, აბა სულ მე მოусმენ და ანუ არავის არ აინტერესებს შენი რაღაცა ბოღმები. დედას ფიცა ვარ, რო შევადა რომ ადრე მარტო მე რო ლაპარაკობდი და სხვას რო არ უსმენდი და ეხა მე სხვას უსმენ, ეს არის ორჯერ სასიამოვნო და ხუთჯერ სასიამოვნო. შენსაც რო ამბობ, იმას ამბობ, რასაც ფლობ. და როცა ადამიანს უსმენ, შანსი არის ისეთი რაღაცა გითხრას, რა ჩინ არის. მე ხვდები რომ აი ეს კითხვა პასუხი ეგ არის ურთიერთობა და ეგა საუბარი. მგონია რომ ბევრმა ეგ არის ეს. ლიჟები თავისი თქოს. კორჩე ერთი გოგო იყო, თავის დაქალს ელაპარაკებოდა ბარში და ამ ბარში ვიყავი დავლი ერთი ბაკალი. 4 საათს მე სხვა ბარებიდან მოვედი აქ. არ ვიცი რა მიზეზით, პროსტა მომიწია მან მოსულ და ისევ ის გოგო იყო და ისევ ის გოგო ეფასრებოდა თავის დაქალს და მეთქი სააღო შენ გაძლება. რაც არ უნდა კაი ლაპარაკო, პროსტა მომობიზრებელია და უკვე უზდელობაა და უპატივცემლობაა და ის არის რომ არ გაინტერესებს სხვა ადამიანი რას ფიქრობს. ეგოიზმიც არის, იმიტომ რომ შენ გონია რომ მარტო შენ გკითხვა და ამ დროს სხვასაც კითხე რა, ანუ იქნება სხვას რა უჭირს. ურთიერთობა ეგ არის რომ მოსმენის კულტურა გქონდეს. პირადად ჩემი გამოცდილებით რო შევხედო, ადამიანი რომელიც არ მისმენს და ადამიანი რომელიც მისმენს, რომელიც მისმენს იმის მიმართ პატივისცემა მიჩნდება. რომელიც არ მისმენს, შეიძლება ჩემიანი იყოს მიყვარდეს, მაგრამ ბავშვის დაბეჭდებას მეტყობს. ანუ ჩამოუყალიბებელი ტიპის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება მგონია მე და წარმატების ერთ-ერთი კარგი ფესვი. ხო და ეგ არის რა, ეს შენი მოსმენის კულტურა, შენი მოსმენის უკულტურობა, ჩვევა თუ ძალით აკეთება ამას, რომ ისე გონია რომ შენ ხარ ჭკვიანი ყველაზე, ნებისმიერ შემთხვევაში ხელს გიშლის. ანუ არაფერში არ გიხმარება, გარდა იმისა, რომ იგივე არახუნო რაც იცი და სხვას თავი მოაბეზრო შენი ამ ქცევით. ხო, ეგ ამბავია. ჩემ თავზე სერიოზულად ვიმუშავე, არ გიგონოთ რომ მარტივია. 2-3 წელი დამჭირდა. მომენტში, ეხაც მათ მომენტში, რომ აი რო ლაპარაკობს ვიღაცა და ანუ ჩაუხტე რა, და მეთქი მომუწე რა, ანუ გაჩვენდი, ანუ მოусმინე, ხო ხდები? და რამეჯერაც თავი შევიკავე, იმდენჯერ მოგებული დავრჩი. ადამიანთანაც კარგი ვაიბი შემექმნა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს მოусმინო,
არა იმიტომ რომ მოусმინე და მეგობრი პიკეყოლება. ანუ იმიტომ усმენ რომ ჯერა რომ რაღაცა სიტყვა სულ არაფერი არ მითხრას იმ მომენტში ჩემს სმენის კულტურას ვიყალიბებ. მოსმენის კულტურა ის რომ წიგნს კითხულობ, ურთიერთობებში ხარ, სწავლობ რაღაცას, ასე შემდეგ რა. მე მინახავს ადამიანები რომ ხო იცი სხვაზე უფრო მარტივად ხედავ. შენ არის ვინც არის იმას დაამოღამებ. ხონია მომენტი რომ მოსმენის კულტურობა აქტივს. უცებ ესე რომ შეხედავ ადამიანს რა, რამდენიმე მივეცით ეს ემოცია. რა ხდება იკითხა რა. ის იმაში ჩავარდა რომ რამჭერხაცა, რამჭერს აპარატო მიყურებენ, ან არ და რეალურად просто არავის არ უსმენს თავისას ხაზრობს. მაგ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიო რატო ვიყურებ ხალხი ეგრე მომენტში. თუ ვერ გაიგე, შეიძლება გაურკვევლობაში ჩავარდე და აბა რატო? შეიძლება ძალიან მარტივ რამე შესაქმე. მოსმენის კულტურა არ გაქვს. შეიძლება. მაგათო ჩამოიყალიბე, ჩათვალე რომ ერთი სერიოზული ნაბიჯით წიხარ ცხოვრებაში რა. всё. აბა